მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო. ეხლა გავაკეთებთ გაშლას. აპირებს თუ არა დაბრუნებას. ძალიან გთხოვთ უყურეთ იმათ, ვინც არ ხართ დაცირებულები 1 თვეზე მეტი. ვარიანტი გვექნება 2, პირველი, მეორე ვარიანტი. და დავიწყოთ. ნახოთ რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ. ნუ თქვენ ეხლა თავს მოერიეთ. თქვენს თავზე რაღაც გაიმარჯვეთ თითქოს. მაგრამ აქ ერთი მომენტია, თითქოს თქვენ თავზე ძალადობთ. ანუ შეიძლება დაცირების შემდეგ გქონდეთ დეპრესია. რა თქმა უნდა, ზოგადად ადამიანები როდესაც ილდებიან, ადამიანის დაკარგვა იგივეა ემოციურ დონეზე, როცა ადამიანი გარდაიცვალება. ამას სჭირდება გამოტირება, გამოთხოვება, მაგრამ ზოგჯერ რატომღაც არის ეგეთი მომენტები, რომ ადამიანები ეუბნებიან საკუთარ თავს, რომ არა, მე უნდა გავმაგრდე, მე არ უნდა ვიტირო, არა უნდა იტიროთ, უნდა ინერვიულოთ, უნდა და შემდეგ უკვე შეძლებთ ამ სიტუაციის გაშვებას და განთავისუფლებას. ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი. ადამიანის დაკარგვასაც აქვს სხვადასხვა 7 ეტაპი, რომელიც უნდა გაიაროთ, გინდათ თუ არ გინდათ, რათა განთავისუფლდეთ. ხო, ერთ წუთით ბოდიში ცოტა ლირიკული გადახვევისთვის, როგორღაც ასე ეს თქვენი ეგოისტი ამოვარდა აქ. ნახოთ რა ხდებოდა თქვენ შორის, რათა მიხვდეთ თქვენი იყო თუ არა სიტუაცია, თქვენი არის თუ არა გაშლა. უბრალოდ აქ ადამიანი იკეტებოდა თავის სივრცეში არ გიშვებდათ, შეიძლება ერთად იყავთ, შეიძლება ერთად ცხოვრობდით, შეიძლება უბრალოდ ხდებოდით, არ ვიცი რა ანუ მაგრამ აქ ადამიანი თავის სივრცეში, მენტალურ სივრცეში თქვენ არასდროს არ გიშვებდათ და წავიდა აქ პარტნიორმა დაასრულა ურთიერთობა. ნახოთ, რას ფიქრობს ჯერ თქვენზე, ზოგადად რას ფიქრობს. ნუ აქ ბევრთან ძალიან ოფიციალური ოჯახი დაინგრა. რაზეც ადამიანი არ ანგრევდა ადრე, იმიტომ რომ ეგოისტურად სხვისთვის არ ემეტებოდით. კიდევ რატო? ანუ აქ გზნობას ვერ ხედავ, მე თქვენთან იყო კომფორტულად, ვიღაცისთვის ძალიან მძიმე იქნება ამის მოსმენა მესმის, მაგრამ არსებობენ საყვარელი ქალები, არსებობენ მოსახერხებელი ქალები, რომლებიც არ უბურღავენ კაცს ტვინს, არაფერს არ სთხოვენ და უბრალოდ აწყობთ. აი აქ რაღაცა ეგეთი დაახლოებით სიტუაცია, თუმცა თავიდან თითქოს იყო გრძნობები, მაგრამ გრძნობები მოკვდა. ნახოთ. ეხლა რას გრძნობს? ეხლა ზოგადად იმედგაცრუებებშია, გაორებულია. მოკვდა მისი თვითდაჯერებულობა თითქოს. კარგით. ნახოთ აპირებს თუ არა თქვენთან დაბრუნებას. მაგი თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ, თქვენ მისთვის შანსი ხართ, რომ თავისი ოცნებები აიცვლოს. აქ როგორი მომენტია, ჩემო საყვარლებო. შეიძლება ადამიანი დაბრუნდეს კიდევაც, იმიტომ რომ მისთვის მართლა ძალიან ღირებული ხართ, მაგრამ იმიტომ არ ბრუნდება, რომ გაგაბედნიეროთ თქვენ. ბრუნდება იმიტომ, რომ იყოს თავისი კომფორტის ზონაში. აქ მე მიჩნდება კითხვა, ყავს ვინმე სხვა? ვისაც აქვს გრძნობები? აქ იყო ვიღაცა, ვისთანაც სასწაული მიჯაჭვობა ჰქონდა, თავს ვერ აკონტროლებდა, მაგრამ ეხლა ეს სიტუაცია არის გაჩერებული. გრძნობები თუ აქვს იმის მიმართ? არა. ეხლა არ ვიცით არ აქვს გრძნობები. ზოგადად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწავლა არ შეუძლიათ. ნახობით ესეთი ტიპაჟია. კარგით, კონკრეტულად დავსვათ კითხვა, დაბრუნდება თუ არა თქვენთან. მაბადიეთ, აქ მაგია, ქურუმი ქალი და ეშმაკი ერთად უბრალოდ სხვანაირად ვერ გავშიფრავ ამას.
რამაც აიძულა ადამიანი წამოსულიყო თქვენგან. ბევრთან ეს იქნებოდა ოჯახი, რა თქმა უნდა, ყველასთან არა. და შემდეგ რა იქნება? ნუ კი იქნება აქ ცდელობა, რომ რაღაცა აღდგეს, მაგრამ აქ რაღაცა მესამე ფაქტორი რა არის? მესამე ფაქტორი ალბათ მაგია. მაგრამ ამ მაგიას მალე გაუვა ვადა აქ. და ადამიანი ეცდება თქვენთან დაბრუნებას და მიიღოთ, არ მიიღოთ, როგორ მოიქცევთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა. მეორე ვარიანტი რა ენერგიები აქვს? აქ შესაძლოა შეიფიქრეთ წყლის სტიქია, ან ადამიანი, რომლის მიმართაც უდიდესი გრძნობები გაქვთ, ან ზოგადად ისეთი ადამიანი, ემოციური, შეიძლება ასაკი თქვენზე პატარა იყო, კი არა და არის. აქ იყო ბევრი გაურკვევლობა და აქ იყო როცა ერთმანეთის მიმართ რაღაცა უხილავი ძალას მიყავდით ერთმანეთთან. აი აუხსნელად ერთმანეთისკენ მიდიოდით. შემდეგ იყო კონფლიქტი, რის გამო რაღაცა შეუსრულებელი დანაპირებები, ოცნებები და გაურკვევლობა ამასთან დაკავშირებით. კიდევ რა იყო თქვენ შორის? გატეხილი გული, манипуляციები, აქ არ ვითარდებოდა ურთიერთობა, თითქოს რაღაცა ეტაპამდე მიხვედით და გაჩნდით. სტაგნაცია განიცადა ურთიერთობა. ფიზიკის კანონია, ეს არ არის ეზოთერიკა, როცა რაღაცა არ ვითარდება, ის ყოველთვის მიდის დეგრადირებისკენ. ასე რომ, ან ვიწევთ წინ, ან მივდივართ უკან. ესე გაჩერება რაღაცა უნდა მიცვლება, ენერგიები იცვლება და ჩვენც უნდა რაღაცა ფეხი აუღოთ ამ ყველაფერს. ნახოთ, აპირებთ ვერ ადამიანს თქვენთან დაბრუნებას. ნუ მინდა გაგახაროთ, გრძნობები აქვს, სექსუალური მიჯაჭვულობა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ადამიანი ისვენებს აქ, შეიძლება ცოტა ავადაც გახდა, არ ვიცი, უცებ აცი. გაურებული არის როგორ მოიქცეს. ფიქრობს, რომ არაფერი აღარ გამოვა, ყველაფერი მოკვდა და ფიქრობს, რომ მარტო უფრო გამარჯვებულია რაღაცაში, არ ვიცი რაში. კარგით, კონკრეტული მისი ნაბიჯები რა იქნება უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ რაღაცა ჩარჩოებით. ისე არა, როგორც თქვენ გინდათ, აქ გექნებათ კომუნიკაცია, ლაპარაკი, შეიძლება შეხვედრაც, მაგრამ ადამიანი არის რაღაც შეიძლება დამოკიდებულებებშიც იყოს, დამოკიდებულება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, შეიძლება რაღაც ახლა ფინანსურად იყოს ვიღაცაზე დამოკიდებული, შეიძლება ეს იყოს თამაში, მაბნე ნივთიერებები, ან ზოგადად რაღაც ტვინი ქონდეს არეული. იქნებით ერთად ახლა მომავალში, რა თქმა უნდა, სამუდამოდ რა იქნება, ტარო ახლა ვერ დაინახავს. ნუ ამის შანსი არის, მაგრამ ცოტა მერე. აქ ადამიანი манипуляტორია, ისე ატრიალებს ყველაფერს, როგორც თვითონ ჭირდება. იმისთვის, რომ შრომა და ენერგია მაინც არ ჩადოს ურთიერთობაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. კონკრეტულად თქვენი სიტუაციის კონკრეტული გარჩევისთვის მიმართეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე. ყველას ძალიან დიდი მადლობა ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და ეს არის მადლობა ჩემი გაწეული შრომისთვის. გელოდებით შემდეგ გაშლებს.